მოგესალმებით თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ამექეთი მამრიკიშვილი ვარ და ვაჯამებს დღის მთავარ სიახლეებს. როგორ იქცა რუსეთის საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ და რატომ გააქტიურდა ანტირუსული კამპანია მხოლოდ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ. ნაციონალური მოძრაობისა და მათი მოკავშირეების პარადოქსულ პოლიტიკას პრემიერ-მინისტრი ვრცელ წერილში მიმოიხილავს. ირაკლი კობახიძე პარალელს ავლებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმჟამინდელი ხელისუფლების რუსეთთან დამოკიდებულებასა და ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფი ამავე პოლიტიკური ძალების მკვეთრად შეცვლილ მიდგომებზე. რატომ გაჩნდა ოპოზიციაში რადიკალური განწყობები რუსეთის მიმართ არა საკუთარ ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების, არამედ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე მათ ანტიეროვნულ ქმედებებზე გარე დირექტივებს უკავშირებს, რის დასტურადაც არაერთი ფაქტი მოჰყავს. შესაბამის ვიდეო მასალას სატელევიზიო არქივიც მრავლად ინახავს. დეტალები ანა შანიძის სიუჟეტში. 412 დაღუპული, 2232 დაჭრილი, 30000 დევნილი, 120-ზე მეტი ქართული დასახლება საოკუპაციო ხაზს მიღმა და ღალატ შეწირული ეროვნული ინტერესები. პრემიერ-მინისტრის ვრცელი ანალიზი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მძიმე შედეგების გახსენებით და იმის შეხსენებით იწყება თუ რა რეაქციები მოჰყვა ამ ტრაგიკულ მოვლენას. მთავრობის მეთაური ვრცელ წერილში წერს, რომ მასშტაბური ტრაგედია იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეებისთვის საკმარისი საფუძველი არ აღმოჩნდა რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობები გასჩენოდათ. უფრო მეტიც, ომის დასრულებიდან მალევე მიხეილ სააკაშვილი რუს ტურისტებს საზღვარზე პირადად დახვდა. ოკუპანტთან სხვადასხვა სფეროში კავშირები გააღრმავა და სავიზო რეჟიმით ცალმხრივად გააუქმა. საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე აგვისტოს ომი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად პირიქით მოხდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნეს საქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად. აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის სახალისება. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამო მაშინ პროტესტი არავის გამოუხატავს. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები 2008-12 წლებში რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას მხარს უჭერდნენ. მათი რიტორიკა საკუთარი ქვეყნის ოკუპანტის მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გამკაცრდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ პარადოქსულ მიდგომას ვრცელი წერილის ავტორი გარედან მიღებულ დავალებებს უკავშირებს. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივად გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა. ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი. რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა. რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა? საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო. ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, NGO-შნიკებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ფიქრობ საკითხი, რომელზეც ახლა მსჯელობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ. ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები. რატომ არ ჰქონდათ ამჟამინდელ რუსოფობებს რუსოფობია დავალებული მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა და რატომ დაევალათ ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლის სხვა ქვეყანაა? ეს არის კითხვა, რომელსაც მთავრობის მეთაური სამსჯელოდ საზოგადოებას უტოვებს.
ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ Deep State-ია. ამ ფონზე საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა. ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა. ფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის. ის რის შესახებაც პრემიერ-მინისტრი წერილში საუბრობს, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. ვიდეო არქივი მრავლად ინახავს ახლანდელი ოპოზიციური სპექტრისა თუ აქტივისტების ნაწილის ინტერვიუებს, სადაც 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ დადებით განწყობებს აფიქსირებენ. ოკუპანტთან კავშირების გაღრმავებას მიესალმებიან და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ. Те россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими, делают бизнес, будет очень приветствовать. Приезжайте вы. Да еще которые едут на турист, совсем часто ездят, нет? Сейчас хотя бы виза не нужно. Нет, наоборот, надо, чтобы почаще ездили другие. Добро пожаловать. Ყველა სასტუმროები სავსე რუსი ტურისტები. ჩვენთვის არის რუსეთთან ურთიერთობა სახალხო დიპლომატია ეს არის, რომ აქ გადმოვა 100,000-ობით რუსი, აი მარტო ამ სასტუმროს გულისთვის. რუსეთთან მიმართებაშიც შეგახსენებთ, რომ ხარი დაუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სამხრივად დავაწესეთ უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებთან. ეს საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. რუსეთის რიტორიკულად გაღიზიანებისა მე საერთოდ არა ვარ მომხრე, რომ მართლა ყველა უნიშენკოს განცხადებაზე გამოვიდეს პრემიერი ან თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი და ილანძღოს რაც უდები არიან რუსეთში. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი, დამსხვილი ბრუნვაა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის, ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს. საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანია როგორიც არის VTB ბანკი, ისეთივე როგორიც არის RAO-ი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ, ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალის საქართველოში არის მისასალმებელი. პრობლემა ყოფილა თურმე ის, რომ გასულ წლებში რუსულ კომპანიებზე მოხდაო რაღაც აქტივების გაყიდვა. და რა პრობლემა არის ეს, ვინმე მოდეს მეთქვა, ჩვენი მხრიდან რომ რაღაც პრობლემა არის რუსულ კომპანიებზე გაყიდვა. რუსეთის ბაზარს გახსნილს. როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ქართული პროდუქცია ამ ბაზარზე ბატონოზური? ცხადია თუ ბაზარი გაიხსნება, მე მგონი ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტივი იქნება და ქართული პროდუქცია თუ დაბრუნდება, ჩვენთვის ეს ეკონომიკურად ძალიან მომგებიანი იქნება. Люба Успенская დამიჯდა და დამიწყა თავისი მივხვდი რა არის რუსი რესპონდენტი გახსნილი თავისუფალი ნახავს პირველ გადაცემაში, ჩემაშում აიღო უმატურმანისგან ინტერვიუ, სულ სხვანაირია, იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრობს სხვა გალაქტიკა, სხვა მასშტაბები. საერთოდ ყველა ასეთ მოქმედების უკან მე მიყვარს ხოლმე დავინახო გარკვეული ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესი რა. და ეს არის ხოლმე კარგი ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე თუ ამას ეს მოყვება მეც ვიდრე დღეს შოულობს. ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი. რატომ გახდა ნაციონალური მოძრაობისა და მათი მოკავშირეებისთვის რუსეთი ოკუპანტი არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ? სააკაშვილის პარტიაში მათ პარადოქსულ პოლიტიკას აუცილებლობით ხსნიან და არ მალავენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების მიზეზი ევროპულ ძალებთან კავშირშია. აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ სასწაულთუნშოვანი იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მათ შორის იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ. მათ შორის ამას ხელი შეუწყოს, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალებმა საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კულტურის და ეკონომიკის მიმართულებით, სადაც ვაჩვენებდით, რომ არ ვიყავით ასეთი აგრესიულები და ქსენოფობიურად განწყობილები უშუალოდ რუსეთის მიმართ. აგვისტოს ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის რუსეთთან ლოიალური პოლიტიკის გამართლებას და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პროკურორმა და განათლების მინისტრმა. თუმცა მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიას მოქალაქეები ფაქტებითა და არგუმენტებით დაუპირისპირდნენ, გვარამიამ ისინი ტროლებად მოიხსენია. მიშა არ იყო ლარსზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა. თქვენმა მთავრობამ არ მიჰყიდა რუსებს სტრატეგიული ობიექტები. თუ კონცერტებს არ უმართავდა კულტურის სამინისტროს ჩართულობით ჩვენი ხელოვანები. ბატონო ნიკა, თქვენი მთავრობაში ყოფნის დროს არ მოევლინეთ მაშველად რგოლად რუსეთის ფედერაციას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად გადამრჩენი ხმით. სწორედ თქვენ მიყიდეთ რუსეთს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტები და ქვეყნის 20%-იც შეაბარეთ. რუსეთიდან თქვენ ფინანსდებით და იღებთ გასამრჯელოებს ერის გამყიდველებო. რა არის ტყუილი? თქვენი მთავრობაში ყოფნის დროს არ მოეწერა რეზოლუციაზე ხელი, რომლის შედეგადაც ჩვენ სამხედროებს დაბრალდა ომის დაწყება.
ყველას ახსოვს ომის შემდეგ რუს ტურისტებს როგორ ხვდებოდით და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ობიექტებს როგორ ასხვისებდით რუსულ ინტერესებზე. ამიტომ მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ სპეკულაციას უფრო გავს ვიდრე პრინციპულ პოზიციას. საზღვრები ვინ გაუხსნა რუსებს ცალმხრივად? პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება სახელმწიფო გუნდში. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიმართ მათი ოპონენტების 2008 წლის ომის შემდგომი ლოიალური დამოკიდებულებაც და ამჟამინდელი რუსოფობობაც გარედან მიღებული დავალებაა. საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავდა 2022 წლიდან უცებ. მთავარი რუსოფობი ხდები. აი ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე. ყველა ფაქტი ერთ სამწუხარო რეალობაზე მიგვითითებს. საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მათთვის არაფერს ნიშნავს. მათი პატრიოტიზმით, სოლიდარობაც და ემოციებიც მხოლოდ გარე პატრონების ბრძანებით ირთვება, საკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა, ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არ აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან, კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვს. მათ დამოუკიდებლად არანაირი აზრის გამოთქმის საშუალება, უფლება არ აქვთ და ეს არის ის ხვედრი, რაც ხვედრიც აქვს აგენტს, რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ. 2022 წლის 24 თებერვალი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარდა ის თარიღია, როდესაც ქართული ოპოზიცია და NGO სექტორი აქციებს იწყებს და სანქციებზე მიერთებას და საქართველოდან მუხალისებით დატვირთული თვითმფრინავის ომში გაშვებას ითხოვს. გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, კიევში პესიმისტური განწყობები იზრდება. უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსში ვერასდროს გაწევრიანდება. უფრო მეტიც, ვალერი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში ეფექტური არა ნატო, არამედ სხვა კავშირებია. თავად კიევსაც უკვე არაერთხელ მიანიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამანგრეველი ომის წინაშე აღმოჩნდა. ზალუჟნიმ დაადასტურა ის, რაზეც სახელმწიფო გუნდი დიდი ხანია საუბრობს. ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ორივე ქვეყანას ომის ფასად დაუჯდა, თუმცა გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა არასდროს ყოფილა. უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა და პარალელურად ნატოს შიდა პოლიტიკას კარგად იცნობს, ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ვერასდროს გახდება. ეს მოსაზრება გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა. ძალიან კარგად ვიცნობ ნატოს, დაახლოებით 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატოს სტანდარტებს დავუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღავრებს, რომ ნატოში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავწევრიანდებით მასში. ზალუჟნიმ უარყოფითად შეაფასა ნატოს პოტენციალიც და განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში ეფექტური არა ნატო, არამედ სხვა კავშირებია. ყოფილი მთავარსარდლისა და ახლა უკვე დიპლომატის აზრით ეფექტური მექანიზმია უკრაინის წევრობა გაერთიანებული საექსპედიციო ძალების კოალიციაში. თუმცა ეს კავშირიც ჯერ კიდევ სუსტია და არ შეესაბამება საჭირო დონეს. სავარაუდოდ ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია სულ მცირე რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად. ზალუჟნის მიერ გაჟღერებული პესიმისტური განწყობებისა და განცხადებების ფონზე ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თვითონ ალიანსს სჭირდება უკრაინის გაწევრიანება, ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უკრაინას იმდან დიდი სამხედრო ძალა აქვს, რომ რა თქმა უნდა ნატოსთვის უნდა იყოს უფრო მეტად სასურველი რაღაც მომენტში ალბათ უკვე უკრაინის გაწევრიანება, გაუნერითიდან რომ რა თქმა უნდა უკრაინის და არის სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანას სამხედრო პოლიტიკური ალიანსი უნდა ნატო. ის რაც გენერალმა ზალუჟნიმ ღიად გააჟღერა, დიდი ხანია საუბრობენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში იხსენებენ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკას, რაც ორივე ქვეყანას ომის ფასად დაუჯდა, თუმცა გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა არასდროს ყოფილა. დენი ხნის განმავლობაში უკრაინას ატყუებდნენ და უკრაინელ ხალხს, რომ დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ნატოში, დაჩქარებული წესით მიიღებდნენ ევროკავშირში, გადასცემდნენ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების
რუსულ გაყინულ აქტივებს და ვხედავთ რომ მე-5 წელი არის დაწყებული და არც ერთი ეს პირობა შესრულებული არ არის და შესაბამისად ამ შემთხვევაში უკვე ეს განცხადება გააკეთა იმ ადამიანმა რომელიც სამხედრო მეთაური გახდათ 2022 წლიდან მოყოლებული დღეს ბრიტანეთში არის ელჩი უმაღლესი თანამდებობის პირი და პირდაპირ ხალხს ამცნო ის მწარე რეალობა რა რეალობის წინაშეც უკრაინა დგას ჩვენც ხო ვიცით ხო ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი ხო მთელი ამ წლების განმავლობაში ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველო როგორიც უკრაინა ატყუებდნენ რომ აი ნატოს კარი ღიაა მაგრამ რეალურად ყველა ხვდებით ხო რა მოცემულობაა და რა ვითარებაა ხო უკვე თვითონვე არ ერიდებიან თვითონვე ღიად აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს რომ ეს ფაქტიურად შეუძლებელი და გამორიცხულია სწორედ სრულ დაპირებებიდან გამომდინარე მმართველგუნდში თვლიან რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე უნდა კონცენტრირდეს და მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკური ინტერესები, ჩვენი კეთილდღეობა არ უნდა იყოს მაინდა-მაინც ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაზე თუ სამხედრო პოლიტიკურ გაერთიანებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენ თუ გავხდებით ნატოს წევრი სახელმწიფო და ხელისუფლება მიესალმება ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თავად ნატო არ იქნება მზად ამ ყველაფრისთვის, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მრავალვექტორული პოლიტიკა. ჩვენ როდესაც ამას ვამბობთ, რომ ეს ღია კარის დღე და აბსოლუტური ფარსი არის და ტყუილი არის და უკრაინა ვერ გახდებოდა ნატოს წევრი და ეს არის უფრო ორპირი კარის პოლიტიკა, ჩვენ გვეძახდნენ რუსეთუმეებს საქართველოს ესე იგი უნდა აწარმოოს ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი და ჩვენ ვაწარმოებთ დღეს, გონივრული პოლიტიკა და ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ქართულ ხალხს ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა და ეს არის მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დღის წესრიგიდან ამოიღო ალიანსის გაფართოების საკითხი. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მსოფლიოში ახალ რეალობას ქმნის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ნატოს ღია კარში დგანან. უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ომამდეც რო ვეტო დაედებოდა, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმაც ღიად განაცხადა და თქვა, რომ შესაბამის წინადადებას შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები დაბლოკავდნენ. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლომ დღეს კიდევ რამდენიმე პირი სცნო სამართალ დამრღვევად. მათ შორის ფულადი ჯარიმები დაეკისრათ პირებს, რომლებმაც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა გამოიყენეს პრემიერ-მინისტრისა და ცოტნე ივანიშვილის მიმართ. 2000 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ანა წითლიძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ სამმართველოს ამ დროისათვის სასამართლოებში 300-მდე ადმინისტრაციული საქმე აქვს წარდგენილი. ნანუკა წითელაშვილი თემის დეტალებით. ანი წითლიძის მიმართ საჯაროდ სოციალურ ქსელში განხორციელებული შეურაცხყოფის გამო დავით ნაგლიაშვილი 2000 ლარით დაჯარიმდა. მოქალაქეს სამართალ დამრღვევად დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო. ნაგლიაშვილის ხდომაზე არ გამოცხადდა. დღეს სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, აგრეთვე ვიდეო მტკიცებულება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პირის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა სამართალდარღვევას ადგილი, რომელიც გულისხმობდა წვრილ ხულიგნობას, მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე პროცესი თბილისის გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც გაიმართა. ცოტნე ივანიშვილის მიმართ დაწერილი შეურაცხყოფელი კომენტარის გამო თემურ გორდენლოვი 2500 ლარით დაჯარიმდა. წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში უტყუარად დასპურდებოდა სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად სასამართლოში დაძლეული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცების ტვირთი სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით. ჩვენ სასამართლოს წინაშე ასევე ვიშვალმდგომლეთ სახდელის სახით ჯარიმის გამოყენება. ამასთან სასამართლოს მიუთითეთ, რომ კონკრეტული პირის მიმართ არსებობდა საქმეში დამამძიმებელი გარემოებები მის წარსულთან დაკავშირებით. კახა კუკავას მიმართვის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. არკადი ქარდავა გულადი ყრუაშვილის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო 500 ლარით დაჯარიმდა.
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა გულოდი ყრუაშვილს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართა კახა კუკავამ, ვინაიდან სიძულვილის შემცველ კომენტარებზე მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირება. ამავე სასამართლომ განიხილა პეტრე თუთაშვილის საქმე. სამართალდამრღვევმა საჯაროდ ბილწის სიტყვები მოქალაქე თენგიზ ჭანტურიძის მიმართ გამოიყენა. თუთაშვილი 2000 ლარით დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა თენგიზ ჭანტურიძეს. აღნიშნული ფაქტის გამოვლენილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს მიერ. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევა და სახთელი სახით შეეფერდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევა ცნო კიდევ ერთი პირი ნინო ჭიკოიძე ირაკლი კობახიძის მიმართ საჯაროდ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაჯარიმდა. წარდგენილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა სამართალდამრღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევა და სახთელი სახით შეეფერდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ამოქმედების შემდეგ შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველი კომენტარები საგრძნობლად შემცირებულია. საგრძნობლად შემცირდა დარღვევები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ სასამართლოს პროცესების რაოდენობის გათვალისწინებითაც ნამდვილად ეფექტურად ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული წარმოება, უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ასევე სასამართლოებში საქმეების განხილვა. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველო პროაქტიულად ადგენს, თუმცა გახშირდა შემთხვევები, როცა მოქალაქეები დეპარტამენტს თავად მიმართავენ. თბილისის სატრანზიტო დერეფნის გაზრდისა და ქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი თანამედროვე სტანდარტების შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება. 19 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალი მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქში მოძრაობას და გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობას. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 250 მილიონი დოლარი გამოყო. სასესხო დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სალუქაძე თემის დეტალებით. თბილისის ახალი 19 კილომეტრიანი შემოვლითი საავტომობილო გზა ექნება. 4-ზოლიანი თანამედროვე მაგისტრალი ორ ძირითად მონაკვეთს, თბილისის აეროპორტი ლოჭინისა და ლოჭინი-რუსთავის საგზაო კვანძებს მოიცავს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო 250 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების პროცესში. აზიის განვითარების ბანკი ტრადიციულად არის მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოსთვის, რომელსაც საქართველოში აქვს ინვესტირებული 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ძალიან აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტებში ინვესტირებას საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელსაც საქართველოს მთავრობას გააჩნია ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელი არის ძალიან აქტიური. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს. ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალის სპეციალური გამყოფი ზოლით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი აშენდება, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს სატრანზიტო ნაკადების მართვას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი არის დედაქალაქის სატრანსპორტო კვანძის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის, მისი გაუმჯობესებისთვის და არამხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით იქნება ეს დატვირთული, არამედ თბილისელები ყოველდღიურად ისარგებლებენ ამ შემოვლითი გზით. მნიშვნელოვანი პროექტი არის, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დავიწყებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას და უკვე ერთი ლოტი დასრულდება 2 წლის განმავლობაში. ხოლო მეოთხე ლოტი უკვე დასრულდება 30 თვის განმავლობაში. აზიის ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ინიციატივა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციისთვის, რადგან ის ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიან გადაადგილებას როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალზე, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანში. მისი თქმით, სამშენებლო ფაზაზე გადასასვლელად ყველაფერი მზად არის.
პროექტი განხორციელებისთვის ძალიან მაღალი მზადყოფნის ეტაპზეა, რაც მთავრობისა და ყველა ჩართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ამიტომ მოუთმენლად ველით, რომ ძალიან მალე ვიხილავთ ამ პროექტის განვითარების ხელშესახებ შედეგებს. გვახარებს, რომ პროექტი მრავალ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, მათ შორის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, კერძო სექტორის მონაწილეობის შესაძლებლობას, საგზაო ინფრასტრუქტურის აქტივების მართვის მექანიზმებს და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს. აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული თბილისის შემოვლითი გზის აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა 2027 წელს დაიწყება და 2029 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ახალი მაგისტრალი მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქში მოძრაობას და გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობას. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო პროექტი ონში შქმერი მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ საგრძნობლად შემცირდება გადაადგილების დრო. ამასთან განახლებული ინფრასტრუქტურა ხელშეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ათვისებას, გზისპირა მომსახურების განვითარებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. გარდა ამისა, ონის შესასრულთან ინტენსიურად მიმდინარეობს მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება და მრავალძალში უნიკალური კურორტის განვითარება. მიმდინარე სამუშაოებს მთავრობის მეთაური ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გაეცნო. მარიამ რატიანი თემის დეტალებით. რაჭა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ეპიცენტრშია. ონის მუნიციპალიტეტში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა, ხოლო ქალაქის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ამბროლაურში ისტორიული კულტურის სახლის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იგეგმება. მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. ირაკლი კობახიძემ შქმერი მრავალძალის თითქმის 10 კილომეტრიანი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ხელს ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს. ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამ გზის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში არის უკვე დაწყებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2028 წლის ბოლოსთვის აღნიშნული გზაც იქნება დასრულებული. გზის რეაბილიტაციის შემდგომ სრულად განვითარდება შქმერი მრავალძალის ტურისტული მარშრუტი, ამავდროულად ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივდებად გადაადგილება. პრემიერ-მინისტრმა რევაზ სოხაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა ქალაქ ონის შესასვლელთან მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც, სადაც პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. თქვენიცით რომ მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ონის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ფათაცვენის პრობლემა, საჭირო იყო გზის რეაბილიტაცია. ძალიან მოკლე ვადებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელთაც უკვე სარგებლობენ ონელები, რაჭველები და რაჭის სტუმრები და ასევე პარალელურ რეჟიმში გრძელდება ძირითადი საგზაო მონაკვეთის გამაგრება. ჩვენ ოპერატიულად ავაშენეთ ალტერნატიული გზა, რომელთაც დღეს სარგებლობს ონის მოსახლეობა და ასევე მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის თავიდან ბოლომდე დამუშავება, გაწმენდა და ისიც კაპიტალურად უახლოეს პერიოდში გაიხსნება. პროექტი თავის მხრივ ითვალისწინებს პირველ ეტაპზე შემოსავლელი გზის მოწყობას, რომელიც იქნება ალტერნატიული შესასვლელი ქალაქ ონში. აღნიშნული გზა უკვე მოწყობილია. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის კულტურული თვალსაზრისით განვითარების მხრივაც. უახლოეს პერიოდში იგეგმება ამბროლაურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც, რის შემდგომაც ის ისტორიული იერსახის შენარჩუნების პარალელურად მრავალფუნქციური დატვირთვის გახდება და თანამედროვე სტანდარტებთან სრულად ადაპტირებული იქნება. იგეგმება ახალი პარკის მშენებლობაც. ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, სადაც მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, იქნება კინოთეატრის სივრცე, უზრუნველყოფილი, აქ იქნება სამუზეუმო სივრცე, უნიკალური ექსპონატები აქვს რაჭის ამბროლაურის კულტურის სახლს და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე სტანდარტების სივრცეში იყოს განთავსებული ყველა ეს შესაბამისი ფუნქცია. ქონდა პროექტის პრეზენტაცია, სადაც გათვალისწინებული იქნება არამხოლოდ საგამოფენო სივრცეები, არამედ ნებისმიერი კულტურული აქტივობისთვის იქნება შესაბამისი სივრცეები. კულტურის სახლი არის ძიმე ავარიულ მდგომარეობაში და
აღდგება მის სრულად როგორც მისი კონსტრუქციული ნაწილი, ასევე მოხდება სარემონტო სამუშაოებით მედროვე სტანდარტების შესაბამისად. ასევე ამბროლაურს შეემატება 8 ჰექტარზე გაშენებული ახალი პარკი, რომელიც მოიცავს სხვა სივრცეებს. ეს არის მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, არის მოიცავს მუზეუმს, მოიცავს რაც მთავარია საკონცერტო მრავალფუნქციურ საკონცერტო დარბაზს, ასევე მოიცავს ბიბლიოთეკას, შეხვედრების სივრცეებს. ეს პარკი მდებარეობს მდინარე რიონის, ესე ვთქვათ, თვითონ კალაპოტში უშუალოდ ბუნებრივ ჭალაში. აქტიურად იყენებს ამბროლაურის მოსახლეობა ზაფხულის პერიოდში ამ ტერიტორიას. ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რაჭის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასა და გადაადგილების უსაფრთხოებას. კულტურის სახლის რეაბილიტაცია კი რეგიონში კულტურული ცხოვრების, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ტურისტული მიმზიდველობის ზრდას შეუწყობს ხელს. ქართულმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სპეცოპერაციაში ესპანელ კოლეგებთან ერთად საქართველოს პოლიციის ატაშე მონაწილეობდა. დააკავებულებს ბრალად ედებათ ბინის ქურდობა, ფულის გათეთრება და ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრობა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ესპანეთის ტერიტორიაზე სისტემატურად ქურდავდნენ საცხოვრებელ ბინებს და მოქმედებდნენ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მათი პირადი ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, დიდი ოდენობით ფული და დანაშაულის ჩასადენად საჭირო სპეციალური ხელსაწყოები. დაკავებულების მიმართ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები ტარდება. აღნიშნული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ქალაქ ვალენსიაში ეროვნული პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დაკავებული იქნა საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო დაჯგუფების მეოთხე წევრის დაკავების მიზნით ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ბრალდებულები უკანონოდ აღწერდნენ ბინებში, საიდანაც გამოქონდათ ძვირადღირებული ნივთები და თანხები. დიდი ოდენობით აღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს. საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგაბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს. გამოძიების ინფორმაციით კომპანიებმა BGM1 და ქართული ხორც პროდუქტების ფერმამ, რომლებსაც მოგებული ტენდერის საფუძველზე საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის მიწოდება უნდა უზრუნველყოთ 2026 წლის მაისში. საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მოტყუებით ცხენის ხორცი შეიტანეს. შედეგად ისინი თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოსთვის მსვლელობისას მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა და უშუალო ჩაჭრას ექვემდებარებოდა, გამოცდის გაგზელების სანაცვლოდ ფულადი თანხა შესთავაზა. სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაზე უარი განაცხადა, ელექტრონულ ბაზაში უარყოფითი შედეგი დააფიქსირა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობა. უწყება დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი მოსახლეობას რუსთავის მერმა წარუდგინა. გეგმა 3 ძირითად მიმართულებას საერთიანებს: ეკოლოგიურად სუფთა, ახალგაზრდულ ინტერესებზე მორგებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქის კონცეფციის განხორციელებას. სტრატეგიის მიზანია ქალაქების მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარება. ვისაუბრეთ ქალაქის გრძელვადიან განვითარების გეგმაზე, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს მოიცავს, ისეთი როგორიც მიმართულია ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ახალგაზრდებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე, ტექნოლოგიების დანერგვაზე და თანამედროვე მიმართულებების შემოტანაზე მუნიციპალურ მართვაში. თავარ საფუძვლად ავიღეთ ის თავარი გამოწვევები, რომლის დაძლევაც გვინდა, ასევე ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს. როგორც მოიხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიის გეგმის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. დღეს ჩვენ რუსთავში გავეცანით და ვიხილეთ პრეზენტაცია აღნიშნული გეგმის თაობაზე. გეგმა შემუშავებული არის, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ჩართულობით და
ახალგაზრდების თანამონაწილეობით და რომლის განხორციელების შემდეგ ჩვენი ქალაქი და ქალაქი რუსთავი გახდება უფრო მეტად უსაფრთხო, უფრო მეტად ეკოლოგიური, ეკომეგობრული. რუსთავის ამ დოკუმენტის განხილვა საბოლოოდან განხილვით საბოლოოდ FEMO ქართლში დამთავრდა მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვები და რეგიონის მოსახლეობა აქტიურად იყო ამ დოკუმენტების შექმნაში ჩართული. ჩვენ ყველა სამომავლო პროექტს სწორედ მოსახლეობასთან ერთად და მათი ჩართულობით შევადგენთ. ინფრასტრუქტურული პროექტები შიდა ქართლში აქტიურ ფაზაშია. ხაშურში, კოსტავას, ყიფიანისა და ლომოურის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგება ასფალტის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ასევე მონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა. სამუშაოები დღეს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ხაშურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. ეს მოვინახულეთ რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებული პროექტების სამუშაოების მიმდინარეობა. რამოდენიმე ქუჩაზე უკვე სამუშაოები დასრულებულია, რამოდენიმე ქუჩაზე უკვე პირველი ფენა დაგებული, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ხაშურში მიმდინარეობს ინტენსიურად გზების რეაბილიტაციის პროექტები, რამდენიმე ქუჩაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც გეგმავთ რომ დავასრულებთ წლის ბოლომდე. ამ სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა როგორც ტროტუარები, ასევე განათება, დამონტაჟდება ახალი მოსაცდელები ცენტრალურ ქუჩებზე. სარეკრეაციო და ეკო-საგანმანათლებლო სივრცეების საბავშვო გასართების ზონა და ამფითეატრი უნიკალურ საბადურის ტყეში მდებარე თბილისის ეროვნული პარკი განახლდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის 50 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ვიზიტორთა ცენტრი და სპეციალური პარკინგები. ტერიტორია წლის ნებისმიერ დროს ვიზიტორების მაღალი აქტივობით გამოირჩევა. დეტალები ნახეთ მარიამ ნებიერიძის სიუჟეტში. დედაქალაქიდან 23 კილომეტრში საბადურის უნიკალურ ტყეში თბილისის ეროვნული პარკი მასშტაბური განახლების შემდეგ ეკოტურიზმის ახალ ცენტრად იქცა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ახალი სარეკრეაციო სივრცეებით პარკი ვიზიტორებს 4-ვე სეზონზე კიდევ უფრო მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 50 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ვიზიტორთა ცენტრი, დასასვენებელი ფანჩატურები, საბავშვო სივრცეები, ამფითეატრი, ასევე საავტომობილო და ველოსიპედების პარკინგები. ინფრასტრუქტურა სრულადაა მორგებული ეკოტურიზმისა და ბუნებაში უსაფრთხო დასვენების მოთხოვნებზე. ბავშვთა ამფითეატრი არის პირდაპირ ამ ლოკაციაზე. მოდიან სკოლის მოსწავლეებიც, ექსკურსიები იმართება, ღონისძიებები ტარდება. თბილისთან ძალიან ახლოს არის, დაახლოებით 1 საათის სავალზეა. კეთილმოწყობილია მანქანის სადგომი, პარკინგი. ყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს სალაშქრო ბილიკების მიმართ. სალაშქრო ბილიკები კეთილმოწყობილია, მარკირებაც გვაქვს და უსაფრთხოა ვიზიტორებისთვის მან გადაადგილება. მრავალწლოვანი ხეებით, იშვიათი ბუნებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული საბადურის ტყე თბილისის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრეა. ტერიტორიაზე ბინადრობს შველიც, რომელიც ხშირად პარკის ბილიკებთანაც ჩნდება და ვიზიტორების ყურადღებას იქცევს. საკეთოს მიზანია შექმნას თანამედროვე უსაფრთხო და კომფორტული ტურისტული რეკრეაციული სივრცეები. მათ შორის აღსანიშნავია თბილისის ეროვნული პარკის პროექტი. ეკოტურიზმის განვითარება ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას შექმნან ახალი ტურისტული სერვისები, განავითარონ მცირე და საშუალო ბიზნესი და დამატებით მიიღონ ეკონომიკური სარგებელი. უნიკალური საბადურის ტყე განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ პარკის ტერიტორიაზე წესრიგსა და ვიზიტორთა უსაფრთხოებას რეინჯერები უზრუნველყოფენ. ტერიტორიაზე აკრძალულია კოცონის დანთება, ნაგვის დაყრა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ბუნებრივ გარემოს საფრთხეს შეუქმნის. პირველ რიგში ვიზიტორების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. არც ერთ შემთხვევაში ძის დანთება არ შეიძლება ცეცხლის, ნაგვის დაყრა არ შეიძლება, დანაგვიანება ტყის, დაბინძურება და ხეების მოჭრა და ბრაკონიერება ხო თავისთავად დაუშვებელია. თბილისის ეროვნული პარკის განახლება კიდევ ერთი ნაბიჯია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.
შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის მთაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაულის შუამთობა აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობა, ღონისება საკონცერტო პროგრამითა და სპორტული შეჯიბრებებით გაგრძელდა. ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიულოცა. დღესვე ზურაბ პატარაძემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურას დაათვალიერა, რომელიც ხელს უწყობს ჩირუხის მთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებულად აღინიშნება შუამთობა მაღალმთიან აჭარაში. დღეს ვიმყოფებით ულამაზეს შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხში, სადაც შუამთობა იგრძნობა, სადაც არის წარმატება, არის განსაკუთრებული განწყობა, განსაკუთრებით დიდი მადლობა გადაუხადო უხუცესებს, რომლებიც დღეს გვაძლიერებენ და ამ ტრადიციებს გადასცემენ ახალგაზრდა თაობას. ჩირუხში ნამდვილი ზეიმია. შუამთობა 20-26 ზეიმობს, არამხოლოდ ჩირუხელები, არამხოლოდ მარეთლები, არამხოლოდ შუახევლები, უამრავი სტუმარი სტუმრობს დღეს ჩირუხსაც სასიამოვნო სანახავია. ყველა თაობის ადამიანი მონაწილეობს დღევანდელ ღონისძიებაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასიხარულო და ძალიან სასიამოვნო. როგორც ხედავთ, სხვადასხვა აქტივობებით არის დატვირთული დღევანდელი დღე. გილოცავთ შუამთობას, ჩირუხობას, მრავალს დასწრებოდეთ, ძალიან კარგი დღესასწაულია. უსურვებ ყველა მემთეურს, რომ ჯანმრთელად დიდხანს და ბედნიერად ყოფილიყოს. ასე იყო დღევანდელი დღის მთავარი სახლები, მე ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.